გადავიხედოთ პირდაპირ გაგებით თბილისის ქუჩებში ამ წუთებისთვის რაც ხდება. ხდება ის, რომ 361 დღე უწყვეტი პროტესტის გრძელდება. ახლა ჩვენ კადრში ვხედავთ საპოლიციო ძალების მობილიზებას, დიდი რაოდენობით ქართული პოლიცია ძირითადად სწორედ მშვიდობიანი ქვეყნის დასავლური დემოკრატიული თავისუფალი მომავლისთვის მებრძოლი ადამიანების მწყემსვით არის დაკავებული. დროების ჟურნალისტი ნათია ტრაპაიძე არის ახლა ადგილზე და მოგვიყვება იმ უცნაური ტრაექტორიის შესახებ, რომელიც დღევანდელ საპროტესტო აქციას ჰქონდა და აქვს. ნათია, გისმენთ. ახლა აქცია მსვლელობა იმყოფება ჯავახიშვილის ქუჩაზე, სტარტი აიღო მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან. ბოლო 2 კვირა ეს არის პრაქტიკა უკვე, როდესაც აქციის მონაწილეები თბილისის ქუჩებში ხმაურით მოძრაობენ და საკუთარ პროტესტს აცნობენ იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ გამოდიან რუსთაველზე ამ ეტაპზე და ცდილობენ მიიტანონ თითოეულ ოჯახამდე ის პროტესტი, რომელიც ამ საზოგადოებაში არის. ეხლა თუ შეიძლება რომ უბრალოდ ვაჩვენოთ ზურა კადრი, რაოდენობის პოლიციელი მიყვება ამ მარშს. აიძულებენ სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს, რომ იარონ მხოლოდ ტროტუარებზე, არ გადავიდნენ გზის სავალ ნაწილზე, თუმცა თავად მოძრაობენ გზის სავალ ნაწილზე და ერთგვარი კორიდორი აქვს გაკეთებული, რომ არ მოხდეს აქციის მონაწილეების გადმოსვლა საავტომობილო გზაზე. გესმით ალბათ ხმაური, მღერიან აქციის მონაწილეები და შეძახილებით მიდიან თბილისის ქუჩებში. საბოლოო დანიშნულების ადგილი, რა თქმა უნდა, იქნება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, სადაც 360 დღეა უკვე უწყვეტად მიმდინარეობს პროტესტი. ეხლა მე გავესაუბრები ერთ-ერთ აქციის მონაწილეს, რომელიც აქ იმყოფებია. კატია, ბოლო 2 კვირა სულ სხვა ფორმა მიიღო აქციებმა, არის მსვლელობები, მაგრამ ხედავთ როგორ იქცევა პოლიცია. რამდენი ადამიანი ყავთ ბოლო დღეების განმავლობაში დაკავებული, ტროტუარებიდან იტაცებენ ერთგვარად ადამიანებს. ვერაფერს იტყვით, მოწოდების სიმაღლეზეა პოლიცია. ჩვენ როცა შევცვალეთ ჩვენი მარშრუტი, სკოლის ავტობუსით გადაადგილდებოდნენ ისინი, რომ დახვედროდნენ მომიტინგეებს, თქვენ უყურებთ ამ რაოდენობას და ხვდებით რა დღეშია რეჟიმი. მე კიდე ერთხელ მინდა საზოგადოებას უთხრა, რომ ეს არ არის ჩვენი გასაჭირი, ეს ამ ხელისუფლების გასაჭირია, რომელსაც უწევს აი ამ მობილიზება, რომელსაც უჭერს ადამიანებს გაუწიოს წინააღმდეგობა და მე მინდა კიდევ უთხრა საზოგადოებას, ეს საქართველო ეკუთვნის ხალხს და ვერანაირი ძალა, აი ეს კორდონები, აი ეს პიკეტები ვერ შეაჩერებს ამ ქართველ ხალხს. ჩვენ აუცილებლად ყველა ადამიანთან მივალთ და ყველა ადამიანს ვეტყვის სათქმას, რომ საქართველო არის საფრთხეში და ეხლა ჩვენი ჯერია ვიხმაუროთ, ამოვიღოთ ხმა და დავდგეთ იქ, სადაც ჩვენი შვილების მომავალია დასაცავი. თათია მექვაბიშვილს უსმენდით, მსვლელობა გრძელდება, როგორც უკვე გითხარით, ამ დროისთვის მარშის მონაწილეები არიან ჯავახიშვილის ქუჩაზე და მიემართებიან საკანონმდებლო ორგანოსკენ. უნდა ითქვას, რომ წინა დღეებისგან განსხვავებით, ჯერჯერობით ამ ეტაპზე პოლიციას აქციის არც ერთი მონაწილე არ დაუკავებია, თუმცა ჩვენ ვნახეთ გუშინ და წინა დღეებში, როგორ ძალის გამოყენებით მიყავდათ მომიტინგეები ტროტუარებიდან. ბატონო ნათია, ძალიან დიდი მადლობა. ნათიას დამშვიდობები და აქვე თქვენც და ყველას შევახსენებ, რომ ჩვენი კოლეგა ტელეკომპანია პირველის თანამშრომელი გიორგი მამნიაშვილი არის დაკავებული და ის ამ დრომდე არ არის გათავისუფლებული, მიუხედავად იმისა, რომ ცხადი მტკიცებულებებია წარდგენილი იმის შესახებ, რომ ის თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, რომც არ შეესრულებინა ჩემი აზრით, არც ერთი მათგანის დაკავების კანონიერი საფუძველი პოლიციას არ აქვს, მაგრამ გიორგი მამნიაშვილი ტელეკომპანია პირველის თანამშრომელი ახლაც დაკავებულია და ცხადია ჩვენ უერთდებით როგორც ტელეკომპანია პირველის, ასევე ქართული კრიტიკული მედიის მოთხოვნას მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასთან დაკავშირებით.